2025 წელი აღმოჩნდა ჩემი ყველაზე მაგარი წელი, იმიტომ ძალიან ბევრი ოცნება ამისრულდა და დღეს უნდა ავასრულო კიდე ერთი ჩემი ოცნება. დღეს ვყიდულობ ჩემ პირველ მანქანას, სულ ახალს და პირდაპირ ცენტრიდან. ამიტომ წავედით ნახოთ რა მანქანაა. მოკლედ, თქვენ წინაშეა ჩემი 2025 წელის სულ ახალი ჯილი ატლას 4x4-ზე. ხო გითხარით რომ მანქანა სულ ახალია და თან პირდაპირ ცენტრიდან ვყიდულობ, მაგიტომ მაგისთვის აქ ვართ ახლა ჯილის ცენტრში და თანხა გადარიცხულია უკვე ველოდებით გაფორმებას და ხო გითხარით რომ ეს იქნება ჩემი პირველი მანქანა, ამიტომ მე პირველად ცხოვრებაში უნდა ავირჩიო მანქანის ნომრები. ხო და არ გათიშოთ ეს ვიდეო, იმიტომ ამ ვიდეოშივე თქვენ ნახავთ უკვე მაგ მანქანის test drive-ს. ეხლა კი წავედით ავირჩიოთ ნომერი. შეგიძლიათ ახლა ხელი მოაწეროთ დაჭერბებაზე. წავედით ახლა ნომრები ავირჩიოთ. კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი ცენტრში როცა ყიდულობ ავტომობილს, რომ აქვე შეგიძლია დაამზადო ნომრები, ანუ აქვე ხდება გაფორმება. მე ავირჩიე ჩემი ნომერი, ვიკი 023 იქნება. ორი ვარიანტი სხვათა შორის მქონდა, მაგრამ ამაზე გავჩერდით. ამიტომ სანამ პრავა არ მაქვს და გიორგი იქნება საჭესთან, მაინც გეცოდინებათ რომ ჩემია. წავედით ახლა დავაყენოთ მანქანას და ვნახოთ თუ მოუხდება მანქანას. I'm at a rare tip, tell them all just stand down to the cup goal and the stands clear. I've been out running top gun in competition, they know who the man here. ნომრები დაყენდა. ეხლა თქვენ უკვე შეაფასეთ როგორ უხდება მაგ მანქანას. პირადად მე ძალიან მომწონს. ეხლა წავედით უკვე ვიკატაოთ, თან მოგიყვებით მაგ მანქანის შესახებ ყველაფერს. ყველაზე საინტერესოა რა თქმა უნდა ფასი და რატო გადავწყვიტეთ ზუსტად მაგ მანქანის ყიდვა. დარწმუნებული ვარ რომ თქვენს დაგაინტერესებთ. კარგად. მადლობა ძალიან დიდი ყველაფერისთვის. Married to the game, I'm married to the game, married to the game. Put me in the game, cuz. Going for a touchdown. I'm married to the game, married to the game. I'm married to the game, married to the game. I'm married to the game, married to the game. Mercedes-ის მერე რატომ ჩინური მანქანა, რატომ ჯილი ატლასი, რა დამიჯდა ეს მანქანა და ღირს თუ არა მაგ მანქანის შეძენა როგორია გამოყენებაში. მოდით ვილაპარაკოთ ახლა მაგაზე 3 დღის მერე. 3 დღეა რაც მყავს ეს მანქანა. მოდით დავიწყებ ვიზუალური მხარეთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით არა მარტო ჩემთვის, დარწმუნებული ყველასთვის მაინც მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება მანქანა გარედან და დამეთანხმებით რომ საკმაოდ ლამაზია, იმის მიუხედავად რომ ჩინურია და შეიძლება რაღაცა მოლოდინი გქონდეს რომ ნაკლები იყოს ევროპული მანქანის. აღნიშნავ აუცილებლად რომ რატომღაც მანქანებში ყველაზე მეტად მომწონს აი ეს წინა მხარე, სადაც არის ფარები და აქ ძალიან ლამაზია ეს ნაწილი, იმიტომ რომ მთლიანად არის LED განათების, თვითონ ლოგოც არის მაგ LED განათების ნაწილი და ზოგადად აი ეს ნაწილი საკმაოდ მასიურია და უფრო თვალსაჩინი ხდის მაგ მანქანას და მე წინა ვიდეოშიც აღნიშნე რომ მიყვარს დიდი მასიური მანქანები და ამ მანქანაში ყველაფერი არის რაც მომწონს. სანამ აქ ვართ, მოდით ავხადოთ კაპოტი და საკმაოდ მძიმეა. მისანდა დავაყენო. ეგრე. აქ აყენია 4 ცილინდრიანი ძრავი, 228 არის ცხენის ზალა და ტურბინიანია. ყველაზე მეტად რაც მომწონს როგორც ქალისთვის, აი აქ შეხედავ და ყველაფერი გასაგებია რა. არა რაღაც არეულობა არ არის. გასაგებია სად რა უნდა ჩააცხა, სად რა მდებარეობს. რაც შეეხება ჯილი ატლასის გადაცემიტა კოლოფს, აქ აყენია 8 სიჩქარიანი გადაცემიტა კოლოფი და ეხლა სიარულში რაც კომფორტულია ვნახავთ მერე. მოდით კიდე ცოტა ხანი ვილაპარაკებ ვიზუალზე. სხვათა შორის ჯილი ატლასი არის 4x4-ზე, ანუ 4-ვე ბორბალი არის წამყვანი. ძალიან მომწონს ამისი დისკები. დისკები არის 19-იანი და სხვათა შორის პლასმასი არ არის, რკინაა, რაც კიდე ერთი პლუსია. აქედა ბორბალზე უკვე მოვასტარეთ შურუფის აკრეფვა.
გვერდიდან რო შეხედავ მანქანას ძალიან პატარაც არ არის, მაგრამ შეიძლება კუპესაც წააგავს, შეიძლება დამეთანხმად, შეიძლება არა, მაგრამ მასიური არის, მაინც ზომა იგრძნობა და კარებებზე მე ვგრძნობ, მაგას ძალიან კარგად, რომ საკმაოდ დიდი კარებები აქვს. უკანა მხარეს რაც შეეხება, საკმაოდ მასიური და უხეშია. აქაც არის ყველგან LED განათება და ყველაზე მეტად რაც მომწონს, შეიძლება შეგხვდეს ისედაც ახალ მანქანებში ეს, მაგრამ Renegade-ის მერე მაგას რო ვადარებ, აქ რო ღილაკით იხსნება და თვითონ იღება საბარგული, ძალიან კომფორტულია. საკმაოდ დიდი საბარგული არის. კიდე ერთი დიდი პლუსი არის, რომ უკანა სავარძლები შეგიძლია კიდე გადააწოლო და კიდე უფრო გადიდება ეს სივრცე. ამიტომ ჩვეულებრივად ჩემი აზრით დაეტევა აქ მთლიანი სახლი, ყველა შენი ნივთი და შეგიძლია ყველგან გადაიტანო მერე ეს ნივთები. ძალიან კომფორტულია ასევე, რომ ღილაკით იკეტება საბარგული, ანუ მთლიანად ავტომატური სისტემა. შეხედეთ, მე ვიდექი საბარგულის ქვეშ და არ დაიკეტა. ძალიან ნაზად, ფრთხილად კეტავს საბარგულს და მე უბრალოდ ეხლა ვადარებ ჩემ წინა ჯიპს, Renegade გვყავდა და იქ სანამ ვეკაჩებოდი მაგ საბარგულს და მე სანამ ვკეტავდი მაგას, ხელი ან მომტყდა, ან ისე ეჯახებოდა მანქანას, მენანებოდა ოღონდ მართლა. წესით ეხლა ვიზუალი მაქსიმალურად განვიხილეთ, ერთადერთი დარჩა ფერი, სხვათა შორის ყიდვის დროს გქონდა არჩევანი, ან აი ეს ზუსტად მუქი მწვანე ფერის შორის და ლურჯი ფერის შორის. რატომღაც მე მეგონა, რომ ლურჯი ფერი უკეთესია, მაგრამ ლაივში პირადად რო დავინახე, საერთოდ მაგ მანქანას, ჩემი აზრით, აი ზუსტად ეს მწვანე მუქი ფერი ამისია. მოგეთ, წავედით ეხლა გადავიდეთ სალონზე. სალონი არანაკლებ საინტერესოა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი კაპოტი ხო ძლივს გავაღე. თვითონ კარებებიც საკმაოდ მძიმეა და რო დავჯექი პირველად მაგ მანქანაში და აი გავიარეთ 1-2 კილომეტრი, ეგრევე გიორგის ვუთხარი, მეთქი გიორგი, რაღაცა ძალიან დაცული შეგრძნება მაქვს მაგ მანქანაში და შეიძლება ზუსტად აი ეს ხარისხი გარედან ქმნის მაგ კომფორტს. მოდით ახლა ვილაპარაკოთ სალონზე, იმიტომ რომ მაგ მანქანაში ჩემი აზრით სალონიც დიდი ნაწილი ითამაშა ყიდვის დროს. რას ვხედავთ პირველ რიგში, როცა ვჯდებით მანქანაში? ნუ ჯერ ერთი ძალიან კარგი მასალები არის გამოყენებული და სხვადასხვა მასალები არის გამოყენებული. მაგალითად, თვითონ საჭი არის ტყავის შემცველი, ირგლივ არის ტყავი, წინ მაგალითად არის გამოყენებული სხვა მასალა, მაგის გამო არ ხურდება და არ ირეკლავს მზის შემთხვევაში. გვერდები ასევე არის ტყავის და თვითონ ეს ნაწილები არის რკინის. ძალიან მომწონს სხვათა შორის მაგ მანქანის მინის ჩასაწევი და ამოსაწევი ღილაკები, ძალიან სასიამოვნო შესახებია. სალონში გვაქვს ასევე ორი მონიტორი. ერთი მონიტორი არის რულის უკან, სადაც აწერია ზოგადად ინფორმაცია, სიჩქარე და ასე შემდეგ და დიდი მონიტორი აყენია მანქანის შუა ნაწილში. კიდე მინდა აღვნიშნო, რაც ჩემი აზრით დიდი პლუსია მანქანაში, როცა გაქვს head-up-ი, ხო? ეგრე სწორად ვამბობ? head-up-ი ნიშნავს, როცა შენ საქარე მინაზე ხედავ მაგალითად სიჩქარეს, რომელსაც მიდიხარ. აი ხა მე ვხედავ, რომ 0 წერია, 0 კმ/სთ-ში, ხა იმიტომ რომ ვდგავართ. და კიდე ეხლა მე მაგას ვერ ხედავ, როცა გვერდის სიდენიაზე ვზივარ, მაგრამ გიორგი ამბობს, რომ კიდე ცნობს სიჩქარის ნიშნებს და მაგასაც გიჩვენებს და ვფიქრობ, მძღოლისთვის ძალიან კომფორტულია, როცა პირდაპირ საქარე მინაზე მაგას ხედავ და არ გიწევს თვალებით აქ მყურება. დიდი მონიტორიდან შეგიძლია უკვე ყველაფერი აკონტროლო მანქანაში. მაგალითად ტემპერატურა დაარეგულირო როგორც გინდა, შენ სასურველი ტემპერატურა. მანქანას აქვს Apple CarPlay, მთლიანად ინგლისურად არის ყველაფერი. და მოკლედ აი მონიტორიდან იმართება მთლიანად მანქანის ფუნქციები, შეგიძლია შეცვალო ფერები სალონში, ნებისმიერი ფერი შეგიძლია დააყენო. და საკმაოდ ეფექტურია, ღამეს ძალიან ლამაზი არის. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ კაი LED განათება არის. ანუ არ არის ისეთი, რომ აი მართლა ჩინური LED განათება ხო არსებობს ეგეთი სტერეოტიპი, რომ რაღაც უხარისხო და არა ლამაზი, გადაჭარბებული და ასე შემდეგ. ერთ-ერთი რაღაცა, რაც მარტო მაგ მანქანაში მაქვს ნანახი და არცაც სხვაგან არ შემხვედრია, ეს არის აი ეს მზის დამცავი თვალებისთვის. ჩვენ ხო მიჩვეულები ვართ, რომ ხოლმე ხშირ შემთხვევაში სულ ეგრე არის, რომ არის მთლიანად ტყავის და ტარების დროს მე მაგალითად ხშირად შემხვედრია, რომ მძღოლი აიგრე იხრება და უყურებს, რომ შეხედოს მაგალითად ან შუქნიშანს, ან რაღაც ნიშანს. აქ არის ეს ნაწილი გამჭირვალე, გაკეთებულია ფირისავით რაღაცა მზისგან რომ დაგიცვას და ვფიქრობ,
რომ ეს მთლიანად დაგეხმარება იმაში, რომ საერთოდ მაგალითად სათვალეც კი არ გამოიყენო მანქანაში რო სიხარ. სანამ გადავალ აი ამ შუა ნაწილზე, კიდე მინდა რაღაცეები აღვნიშნო, რაც ძალიან მომეწონა. მაგ მანქანაში აყენია Infinity-ის აუდიო სისტემა, რაც საკმაოდ კარგი ჟღერადობა აქვს და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და ყველაზე მეტად რაც მომეწონა, აი აქ ჩემი თავის მისაყუდლებელში აყენია სპეციალური დინამიკები და როცა მძღოლი პასუხობს ტელეფონზე, ტელეფონი დროზე დაკავშირებული გაქვს, აი აქედან ისმის, რაც ტელეფონში გელაპარაკებიან და არა მთელ მანქანაში და მთელი გარეთ რო ისმის ხოლმე, როცა ხმამაღალზე ლაპარაკობენ. მოკლედ, აი ეგეთი პატარა წრილმანები ქმნის საბოლოოდ ძალიან კარგ შეგრძნებას მაგ მანქანაში და აი რა უზომოდ კმაყოფილება როგორ მართლა. ეხლა გადავიდეთ აი ამ შუა ნაწილზე. აქ გამოყენებულია უკვე პრიალა მატერიალი, აქ ლაქები რჩება, მაგრამ არა უშავს აქ გავწმინდოთ. აი ეს გადაცემითა კოლოფი არის საკმაოდ საყვარელია. ჯილის რაც გამოარჩევს და საკმაოდ ბევრი ვიდეო კიდე შეხვდა ინტერნეტში, როგორ უნდა გამოარჩიოთ ჯილის მძღოლი. ყველაფერს აკეთებს ორჯერო, ანუ ორჯერ უნდა დააჭიროთ, რომ გადავიდეს R-ზე ან D-ზე, ასე ვთქვათ. კიდე ძალიან კომფორტულია, რომ აქ არის უსადენო დამტენი, რადგან მაგ მანქანაში არის CarPlay, შენ აკავშირებ შენ ტელეფონს, მთლიანად ყველაფერს აკეთებ აი ამ ეკრანზე, ტელეფონს დებ აქ და ტელეფონი შენი იტენება. ამ სამი ღილაკის გარდა რეალურად ღილაკები ახლა რული არ ჩავთვალოთ, არ გვაქვს, იმიტომ რომ მთლიანად მანქანა იმართება აი ამ ეკრანიდან. აქვე შეგვიძლია ავირჩიოთ რა მოუდზე იქნება თქვენი მანქანა, შეიძლება იყოს ეკო, კომფორტი, სპორტი, ცალკე არის snow, ანუ თოვლის და ცალკე არის off-road-ი. და წინასწარ გეტყვით off-road-ი გამოვცადეთ და მართლა ძალიან კომფორტულია. კიდე ერთი რაც გახდა ჩემი საყვარელი მაგ მანქანის ნაწილი, ეს არის სრულიად მთლიანი ჭერი არის გამჭირვალე, რაც შეგიძლია გადახადო. და ასევე, ანუ ცალკე იხსნება კიდე ლუკი, სხვათა შორის გუშინ ზუსტად მე მთლიანად ეს სიდენია გადავხადე უკან და ვიწიქი და უყურებდი ზევით. ძალიან მაგარია, ძალიან მომეწონა. ეხლა სანამ გადავიდეთ კიდე უკან, მინდა აღვნიშნო, რაც კიდე უფრო მეტ კომფორტს ქმნის. ეს არის აი ეს ადგილი, სადაც შეგიძლია გამოიყენო როგორც შესანახი ადგილი უბრალოდ, ან დააყენო ტემპერატურა და იქნება მაცივარი. კიდე აი ამ ადგილის ქვეშ არის სივრცე, რაც ეხლა კადრებში გადადებული კადრები იქნება და დაინახავთ კარგად სივრცე არის, სადაც გოგოები კარგად გამოიყენებთ ჩანთისთვის მაგალითად. პირველად ხედავ მანქანაში რომ არის გამოყენებული Type-C შესაერთებლები და არა მარტო USB-ს, რაც კიდევ უფრო კომფორტს ქმნის. მოკლედ წავიდეთ ახლა უკან ვნახოთ რა ხდება, იმიტომ რომ უკან საკმაოდ კომფორტული ადგილია. სხვათა შორის გამიკვირდა რომ უკან სავარძელებს გათვალისწინებულია რომ სავარძლის გათბობა ჰქონდეს მაგალითად, მეგეთ რაღაცა იშვიათად მხვდება. აქაც არის ცალკე გაგრილების სისტემა, მაგალითად აქ პატარა შესანახია. მოკლედ საკმაოდ კომფორტულია, როგორც აგიხსენით და გაჩვენეთ მანქანა. ეხლა წავიდით უკვე გზაში ვნახოთ როგორია სიარულის დროს. I'm at a rap till, tell them all just stand down to the cup goal and the stands clear. I've been out running, top gunning competition, they know who the man here. I can never fail, I can never fall, count it up without a cashier. იმის მერე, როცა GT ყავდა სადღაც 1-2 თვე და რეალურად ყოველდღიურობაში საკმაოდ დისკომფორტს მიყენებდა პირადად მე, დავიწყეთ ფიქრი მეორე მანქანის ყიდვაზე. დავდივდით სხვადასხვა ცენტრებში, გვქონდა რამოდენიმე ვარიანტი და ძალიან კაია სხვათა შორის, რომ საქართველოში ცენტრებში აქვს საშუალება იმისი, რომ ტესტ დრაივზე გაიყვანო მანქანა. ასევე მქონდა საშუალება, როცა ვიყავით ბათუმში ერთ-ერთ ივენტზე, ტარების, ზიკრის და სხვათა შორის ეს ვიდეოები მიდევს კიდევაც ჩემ გვერდზე, მაგრამ კომენტარებში ძალიან ისეთი ნეგატიური შეხედულება გამოაჩინეს ხალხი მაგ ჩინური ბრენდების მიმართ. და მე ჯერ არ ჯერაც. სავარაუდოდ. ხო, ალბათ, მაგრამ მე მიკვირს იცი რატო ლაპარაკობენ ისე მაგ მანქანებზე, როცა არ უტარებიათ ეს მანქანა. იმიტომ რომ აი მაგ კომენტარების მერე მეც დავფიქრდი, ვაიმე და მეთქი იქნებ, რა ვიცი, გინდა ჩვეულებრივი Mercedes-ი ისევ და ისევ ჯობია. მაგრამ იქ ხო თან ვიდეოში პირველად გავატარე მე ადამიანი, რომელიც პირველად დავჯექით თან საჭესთან, იმ მქონდა საშუალება, რომ უბრალოდ ადამიანო გამეტარებინა მანქანა და მე ძალიან კარგი შეგრძნება დამიტოვა ეს მანქანები. მერე მოვედით ჯილის ცენტრში და იქაც არის საშუალება, რომ გაიყვანო ნებისმიერი მანქანა ტესტ დრაივზე და როცა დავჯექით, აი, რა ვიცი, რით განსხვავდება ეს მანქანა? ეხლა შენ გრძნობ, რომ რაღაცით ნაკლები არის გინდა ჩვეულებრივ წინა ჩვენ ჯიპზე?
მთელი ცხოვრება ევროპულ მანქანებს მართავ და აი საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ რაღაც ჩინურ ავტომობილს ვატარებ. თან ახლა მართლა შენ ბლოგერი ხარ, მაგრამ გიჟები არ ვარ, თუ ტყუილ ვიყიდოთ, ხო ეს ავტომობილი თუ არ მოგვეწონა. ყოველდღიურ გამოყენებისთვის გვინდო და თან გვეძებ. თან ჯილი შეიძინა Volvo და უკვე ეს ავტომობილები მთლიანად ევროპულ სტანდარტებზე არის მოგებული და იგრძნობა კიდევაც, აი ტარებისას, ყველაფერს რაც ცეხები ძალიან კაი შეგრძნებას, სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს და სასიამოვნო სატარებელიც, თან კომფორტულიც არის. აი გუშინ მაგალითად ვიქტორიასთანაც მოვდიოდი და იმდენად ჩუმი არის და ისეთი კარგი ხმის იზოლაცია აქვს, რომ შუაგზაში ჩაეძინა უბრალოდ და რაც GT-ში მაგალითად გამორიცხული არის რა. ანუ საერთოდ არ იგრძნობა, რომ ჩინური ავტომობილი არის და მე მაგალითად ძალიან კმაყოფილი ვარ, ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ჩემს თუ სპორტული ავტომობილი გყავს, აი ჯილი პირდაპირ უნდა მოყვებოდეს რა, ეგეთ სპორტულ ავტომობილს, რომ აი თქვათ ვიყიდე რაღაც Porsche ან AMG GT და ეგრევე ჯილი აი ყიდვის დღეს ცენტრში ხომ მოვედით GT-ით. დიდი მანძილი არ არის ჩვენ სახელა, მაგრამ მაინც აი როგორც კი მე დავტოვეთ იქ GT და გავედით მაგ მანქანის ცენტრიდან, აი ეგრევე ვიგრძენი კომფორტის დონე. ეხლა GT არ არის კომფორტზე. GT არის უფრო სიჩქარე, რაღაც მაინც სპორტქარია, ხო? აი აქ ვზივარ და მე ვარ კომფორტულად. მე იმენა ვზივარ, მე მივდივარ, სადღაც თუ მივდივარ, ხო? და მე ვისვენებ მაგ მანქანაში. მაგრამ ამ კომფორტს უბრალოდ სიარულის დროს ხო არ გზნობ, ანუ რა სისტემებიც არის ამ ავტომობილში, მაგალითად ევროპულ ავტომობილებში ამ ფასადთან შანსი არა ვერ მიიღებ. თან G-Pilot-ის სისტემა აყენია აქ, რომელიც მთლიანად შენს მაგივრად მართავს ავტომობილს. Head-up-ი აქვს, წინასაქარე მინაზე გამოაქვს ყველაფერი, რაც გზაზე არის. მაგალითად სიჩქარის ლიმიტი, რამდენი სიჩქარი დადიხარ, რამე შეზღუდვა თუ არის, ყველაფერი უკვე წინასაქარე მინაზე არის. აი გუშინ ხო გავატარეთ ხათაშორის მაგ G-Pilot-ით და ამ შვენივრად ხედავ და ხაზში რომ უნდა გვედგა, ანუ ხაზში მინდა მივდიოდით, მე თვითონ აჩერებდა მანქანას, სხვა ხაზიდან მანქანა რო გადადიოდა, ჩულობრივად ძალიან ნელა და ფრთხილად აჩერებდა, ატარებდა, მე ვაგზელებდით გზას, ანუ მოკლედ ზოგჯერ უნდა შეეხო უბრალოდ ის საჭეს, რომ არ ჩათვალოს, რომ ჩაგეძინა. აი ზუსტად მაგიტომაც ვითომ ამბობენ, აი რადგან აქ ღილაკები არ არის და მთლიანად მონიტორი არის, რთული იქნება ამ მონიტორის ხმარება, მაგრამ ესეთ სისტემაა აქვს ავტომობილში, როდესაც თვითონ დაატონუზებს, თვითონ შენელდება, სიჩქარეს თვითონ აკონტროლებს, რა პრობლემა არის მაშინ, რომ თქვა ყურადღება გადაიტანო და თუნდაც კლიმატის შეცვალო მონიტორი, ხო? აუ რეალურად ყურადღება არც გადაგაქვს დიდად. ეხლა სად ღილაკს ეძებ, სად უნდა დააჭირო და ღილაკს უყურებ, რომ სწორად დააჭირო, იგივენაირად აქ თითით შეეხები. თითით მაინც გძნობ და როცა ღილაკს უნდა იპოვო, მონიტორზე უნდა იპოვო ეს მაგალითად მაჩვენებელი და მაგ ხმით გეხმარება ეს სისტემა. ხო, ეს არის ჩემი აზრით გამოგონილი პრობლემები რა. ეხლა როდესაც ავტომობილი თვითონ დადის, ერთი წამი შემოიხედავ და თქვა დააყენებ 21 გრადუს 20-ის მაგით. მოჩვევა უნდა. ანუ რასაც ხარ შეჩვეული, ის მე გეკომფორტულება შენ. ცოტა უგზოობაზე ვცადოთ ეხლა, როგორ გაივლისონ, ძალიან არა, იმიტომ რომ მიდანება მაინც ახალია. მოვედით მაინც მთაში, იმიტომ რომ ჯიპის ადგილი მაინც მთა არის, ტალახი და უფრო რთული გასასვლელი გზები. აუცილებლად უნდა გამოვცადოთ უგზოობაშიც. ეხლა მოვედით დიდ დიღომში და აქაც ვცადოთ რა სიზავს ძალიან მაინტერესებს ესეთ ორმოებში როგორ იგლის. თან ეს მანქანა არის 19-იან დისკებზე. მგონი უკვე იგრძნობა, რომ ასეთ უგზოობაშიც ძალიან რბილად დადის რა. კი, საერთოდ არ იგრძნობა, თან რამ ხელა ისინი არის ორმოები წინ. ქვევით გამოვიარეთ აღმართი, აშკარად სპეციალურად იყენებენ ხოლმე მაგ აღმართს ჯიპების გამოსაცდელად და იქაც ვცადოთ. ძალიან მაინტერესებს რა სიზავს ეგეთ აღმართზე როგორაო. მეგონა მარტო ქალაქში იყო კომფორტული, მაგრამ ესეთ უგზოობაში ასე რბილად რო დადის, განსაკვირია თან 19-იან დისკებს.
ტრადიციულად დიდი ომში ქარი არის, აქ გვინდა დრონით გადაღება, მაგრამ არ გამოგვიო დღეს სამწუხაროდ არ გვექნება სავარაუდოდ დრონის კადრებიც. ვისაც გაინტერესებთ როგორ დადის უგზოობაში, იუთუბერ ძმაკაცი არის ესეთი გვერდი, ნახეთ ძალიან კარგად აქვს გამოცდილი ეს ავტომობილი მთაში როგორ დადის. ხო, მეორე მხრივ, მეორე სტერეოტიპი არსებობს ჩინურ ავტომობილებზე, რომ თქვათ ფუჭდება. რამოდენიმე წელში გადააგდება, რაღაც გაფუჭდება ვეღარ იყო. ზუსტად მაგის გამო ჯილი ცენტრს აქვს 4 წლიანი გარანტია. წარმოიდგინეთ 4 წლის განმავლობაში მანქანა მთლიანად გარანტიაზე არის. რამე თუ გაფუჭდება, რა თქმა უნდა, შეუცვლიან და სანამ შეუცვლიან სხვა ავტომობილს მოგცემენ. გარდა მაგისა, კიდე მესამე სტერეოტიპია, რომ ჩინური ავტომობილები არ იყიდება, ან რთულად იყიდება. ხო და მაგას ძანგრევს უშუალოდ ჯილი ცენტრით ეგეტა, რომ აქვთ შესყიდვის საშუალება, ანუ ავტომობილი შეგიძლია თუ არ მოგეწონა 4 წლის განმავლობაში მიუყვანო და გაგიყიდიან ჩვეულებრივად. და ეს დასაზუსტებელი მაქვს ეს 4 წელი შეიძლება სულ არის ეს. ანუ ნებისმიერ დროს ალბათ დაგიხმარებიან რომ მიიყვანო და გაგიყიდიან რა ავტომობილს ან თვითონ შეისყიდიან. ხო, ჩემთვის პირადად ეს სტერეოტიპი დაინგრა მაშინ, როცა ვიჯექით ცენტრში და აი ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა სანახავად, რამოდენიმე მანქანა გაიყვანეს ტესტ დრაივზე და ძალიან კმაყოფილები მოვიდნენ სხვათა შორის. გარდა მაგისა, თქვათ, თუნდაც აი მოხოვის მაჩვენებელს რო რთავს, საიდანაც უხვევ, იქით ამ მხრიდან ისმის ხმა, იქით დინამიკიდან რა. ეგეც ძალიან რაღაც ხოლმე არ შემხვედრია რა ეგეთი რაღაც. მე კიდე რაც შევამჩნიე, ანუ ეხლა გათბობა, გაგრილება, სიდენიების ბევრ მანქანას აქვს, მაგრამ უკანა სიდენიებსაც რო ჰქონდეს იგივე კომფორტი, ეს უკვე ნაკლებად შემხვედრია. ეს განათებაც ძალიან ლამაზი არის, თან ტემპერატურას რო ცვლი, ინფრად ანათებს რა თუ უწევ თქვათ უფრო ციცილდება, თუ უფრო გაგრილება გინდა, მაგ შემთხვევაში უფრო რაღაცა მოურჯოფერები არის, ეს ძალიან ლამაზია. ერთ-ერთი რაც ჩემთვის უცნაურია და ვერ მივხვდი რატო არ გააკეთეს, ეს არის მკვდარი ზონების კონტროლი. არც ერთ ატლასში არ გვხვდება, არც ერთ კომპლექტაციაში არ აქვს, რომ თქვათ მკვდარ ზონებს აკონტროლებდეს რა, ანუ გავთხილებდეს როდესაც ხაზიდან ხაზში გადადიხარ, ეს ჩემი აზრით მინუსი არის. აი ზაფხულში ხო გქონდა საშუალება გვეტარებინა Toyota Land Cruiser-ი, ხო? და მახსოვს შენი სიტყვები, რომ ანუ მაგიტომაც Land Cruiser-ი ჰქვია, რომ ანუ აი რაღაც მიდიხარ რა. ანუ მანქანაში არ გაქვს ის შეგრძნება, რომ მანქანაში ხარ და აი მიფრინავსავით რაღაცა. აი ზუსტად ეს შეგრძნება მაქვს მაგ მანქანაში. ანუ ყველანაირად ვარ კომფორტში. ჩვენი ვიდეო ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ამიტომ მინდა ვთქვა ახლა ჩემი ბოლო სიტყვები მაგ ჩემ შენაძენზე. მით უმეტეს, როცა იღებ აი ამ მანქანას ამ ფასად. ეხლა დაასტოპეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა ღირს ეს მანქანა, როცა გამოგყავს ცენტრიდან 4 წლიანი გარანტიით სრულიად ახალი. დაწერეთ? ეხლა კი რეალური ფასი რა ღირს. ეს მანქანა ჯილის ცენტრში ღირს $28,700, 4 წლიანი გარანტიით სრულიად ახალი. წარმოიდგინეთ, არც ერთი თეთრი არ მინანია, რაც გადავიხადე მაგაში, იმიტომ რომ აი მართლა ყველანაირად გაამართლა, ყველა ჩემი მოლოდინი, ყველა თავისი ფასი, რაც არის მოკლედ. დარწმუნებული ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ჩინური მანქანა არის ცუდი, ერთხელ მაინც უნდა გაატაროს ჯილი ატლასი, მე ხა ჩემ შემთხვევაში მაგალითად. და თუ ვიღაცა იტყვის მე მაგას თავისუფლად, ჩემი სუფთა სინდისით დავდგები მაგ მანქანის დასაცავად, იმიტომ რომ მართლა ყველაფრით კმაყოფილი ვარ, არც ერთი მინუსი არ მიპოვია, ოღონდ მართლა. მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ და ისე საინტერესო იქნება, როგორი იქნება ამ მანქანის ჩემი შეხედულება მანქანაზე 1 წლის მერე. შეიძლება ეს ვიდეოს გადავიღო.